მოგესალმებით. როგორ გავიაროთ რთული გამოცდილება, რომელსაც გვაძლევს სამყარო? ის გამოცდილება, რომელიც ფიზიკური არ არის. ის არ არის ის, რასაც თვალით დავინახავთ. ეს არის სულიერი, გონებრივი და ემოციური გამოწვევა. ყველაზე რთული. უმრავლესობას ეშინია ასეთი გამოცდილები, ზოგი უკან იხევს. ვინც გაივლის და გამბოა ამ გამოცდილებიდან, ისინი შეცვლილები იქნებიან. გამოცდილება თითქოს დამალული დონეებია ცხოვრების და ნელ-ნელა უფრო რთულდება შემდეგ ეტაპზე გადასვლა. ზოგი გრძნობს, რომ ეს აუცილებელია. პირველი გამოცდილება სიმართლე საკუთარ თავზე. პირველი გამოცდილება გვაძრობს ყველა ნიღაბს. ჩვენ დიდი ხანი ვატარებთ გამოსახულებას, ჩვენს მიერ შექმნილს, რომელსაც მივეჩვიეთ, სამსახური, მემკვიდრეობა, ურთიერთობა და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს რომ მოვიშორებთ, რჩებით მარტო. ვინ ვარ მე? თუ ჩემს მეს არ განსაზღვრავს გარე სამყარო, ეს შეკითხვა გვაშინებს. ისე თითქოს რჩებით ცარიელ ოთახში მარტონი, პირდაპირ საკუთარ თავთან. ბევრი ვერ უძლებს და უკან ბრუნდება. უკან ილუზიების კომფორტში, რადგან შიგნით ღრმად ჩახედვა საჭიროებს დიდ სიმამაცეს. ვინ ვარ სინამდვილეში? ვეძებთ არა იმას, რაც გვაქვს, არამედ იმას, რანი ვართ. ეს მოგზაურობა საკუთარ თავში ანგრევს ილუზიებს და ხსნის გზას სინამდვილისკენ. უცებ ხვდებით, რომ რაც ავაშენეთ ჩვენს ირგვლივ, იყო არა სამყაროსთვის, არამედ იმიტომ, რომ დამალულიყავით ჩვენივე თავის გაურკვევლობისგან და ჩვენ ვიწყებთ გაგებას იმისა, თუ როგორ ვიკიდებდით იარლიყებს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ყოფილიყავით და როცა ეს იარლიყები ქრება, გვრჩება მხოლოდ ის, რომ ვიპოვოთ ნამდვილი ფასეულობა ჩვენს თავში. ეს გამოცდილება არის საკუთარი თავის მიღებისთვის, სრულიად, ჩვენი უარყოფითი თუ დადებითით, შიშებით, დამალული ოცნებებით და ზუსტად აქედან იწყება ნამდვილი ტრანსფორმაცია. მეორე გამოცდილება, სიჩუმე. ჩვენ მივეჩვიეთ სიცოცხლეს ქაოსში, სამსახური, ურთიერთობა, ქსელები და არასოდეს რჩებით საკუთარ თავთან მარტონი. მეორე გამოცდილების გასავლელად აუცილებელია ჩაუღრმავდეთ თავს სიჩუმეში. ეს ის მომენტია, როცა ვუსმეთ ჩვენ შინაგან ხმას, რომელიც მუდამ ჩვენთან იყო, თუმცა ის დახშული იყო გარე სამყაროს ხმაურისგან. მესამე გამოცდილება, გაშვება. ჩვენ ვეჭიდებით წყენას, გაბრაზებას, მოლოდინებს, იმედგაცრუებებს. ხშირად ვერც ვაცნობიერებთ, როგორ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე წარსული, ჩვენს ემოციებზე, ჩვენს ფიქრებზე. ჩვენ ვეჯაჭვებით ტკივილს. ყველა ჩვენთაგანს გამოუცდია ის, რომ გაშვება შეუძლებელი გვეჩვენება. უნდა გავიაროთ ეს პროცესი. ამას მხოლოდ გააზრება არა, სიმამაცეც სჭირდება. ეს არის ძალა მიენდო სამყაროს, მის პრინციპებს. ბევრი ჩვენთაგანი ფიქრობს, რომ გაშვებით კონტროლს დავკარგავთ. სინამდვილეში ეს არის განთავისუფლება. ადგილს ვინ თავისუფლებთ წინ, სამოძრაოდ. ვირჩევთ თავისუფლებას. კი ეს ძალიან გვაშინებს, ძალიან გვტკენს და ამ პროცესში პოულობთ ჩვენს თავს. ჩვენს წარსულს უნდა შევხედოთ, როგორც გაკვეთილს და გაუშვათ იგი. მან ხომ უფრო ძლიერი გაგვხადა. მეოთხე გამოცდილება, სული შავი ღამე. ეს ყველაზე რთული ეტაპია, როცა ყველაფერი ირგვლივ ინგრევა, ურთიერთობები, კარიერა, მიზნები და რჩება მხოლოდ კითხვები, რატომ ხდება ასე, რა გავაკეთე, რომ ეს დავიმსახურე, გამოუძვრები თუ არა. სიმართლე ის არის, რომ ეს არ არის ტყვეობა, ეს განთავისუფლებაა. მას მიაქვს ყველაფერი ის, რასაც ჩვენ არ წარმოვადგენთ, იმისთვის, რომ ჩვენ ვიპოვოთ ჩვენი სხივი. ზუსტად აქ პოულობთ ჩვენ ძალას. მეხუთე გამოცდილება, ეს არის რწმენა. რწმენა არა რელიგიური, არამედ რწმენა საკუთარი თავის, ცხოვრების, სამყაროსი. შეგრძნება, რომ ყველაფერს თავისი აზრი აქვს. რწმენა ეს არ არის ის, რაც გვეხმარება წინ სიარულში, როცა გონია, რომ შეზირგვლივ ყველაფერი ინგრევა. რწმენა არ არის ბრმა, ის გაძლევს საშუალებას მიიღო ტკივილი. ბოლომდე და გაძლევს რწმენას, რომ მას მის უკან იმალება მიზანი. რწმენა
ითხოვს ჩვენგან სიმამაცეს, რომ გავაგრძელოთ, როცა გონია, რომ ყველა გზა ჩაკეტილია. ეს არ არის ის რწმენა, რომ ყველაფერი დაალაგდება. ეს არის ის ღრმა რწმენა, შინაგანი ცოდნა, რომ ყოველ მომენტს აქვს თავისი მნიშვნელობა, მაშინაც კი, თუ მას ტკივილი და ეჭვები მოაქვს. გვასწავლის მივენდოთ სამყაროს და მის პროცესებს, რომ ყველაზე საშინელ სიტუაციაშიც კი არის ის, რაც ჩვენ გვხვდის უფრო ძლიერს და გვაძლევს საშუალებას გავიზარდოთ და ვიაროთ წინ. რწმენა არის საშუალება ტრანსფორმაციის მიმყვანი ჩვენი საუკეთესო მესკენ. მეექვსე გამოცდილება, დანებება. ეს არის კონტროლის უარყოფა. ჩვენ გვიყვარს ყველაფრის კონტროლი, დაგეგმა, ორგანიზება. ცხოვრებას ხშირად მივყავართ მოულოდნელი მიმართულებით. დანებება ეს სისუსტე არ არის, ეს სიძლიერეა. დანებება ცხოვრების, რომ მივყვეთ მას იქით, სადაც საჭიროა. მეშვიდე გამოცდილება, ცნობიერება. ჩვენ ვხედავთ სამყაროს ისეც, როგორიც არის. ცნობიერება ნიშნავს იმას, რომ ხვდებით, მთელი ეს ბრძოლა და ტკივილი იყო იმისთვის, რომ ჩვენ განგვეცა და ტრანსფორმაცია და დაგვენახა ჭეშმარიტება. ჩვენ არ ვართ ჩვენი გარემოებები, ჩვენ ვართ ცხოვრება, რომელიც გამოხატავს თავს ჩვენგან. ამ მომენტიდან ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ შემოქმედი, გვიყვარდეს და ვიცხოვროთ სიხარულში. ამ გზას ირჩევს ის, ვისაც უნდა გამოღვიძება, ვინც გაივლის ყველაზე ბნელ ჯურღმულებში და გამოვა მეორე მხარეს ტრანსფორმირებული. დღევანდელობაში დიდი ტრანსფორმაციები მიმდინარეობს, ბევრი იღვიძებს, ბევრი ვერა. ყველას წარმატებას ვუსურვებ ამ რთულ გზაზე. ჯერა რომ ჯურღმულებს გავივლით და მეორე მხარეს, სინათლის მხარეს გამოვალთ. მადლობა.